საგამშვიდობის მეგობრებო, როგორ ახართ? დაგიბრუნდით ჩვენ, დაგიბრუნდით ზაფხულის დასვენებიდან, საოცრად დასვენებულები, ისე რომ შეგვიძლია გადავაბათ ერთი 4-5 სეზონი ერთმანეთს. ყოველგვარი დასვენების მართლა დასვენებულები ვართ. ჩვენ იმ ასაკში აღარ ვართ, როდესაც დასვენებაზე ვიღლებოდით. ხო, იმ ასაკში არ ვართ, რომ განსვენებულები ვიყოთ, გავაგრძელოთ. რაც ასევე. მოკლედ მეგობრებო, გადავწყვეტეთ, რომ დღეს რაღაცნაირად ცოტათი ვისაუბროთ, როგორი ზაფხული გქონდა. როგორი ზაფხული გქონდა საერთოდ ჩვენ კი არა მარტო ქვეყანას როგორი სოფლიოს, მაგრამ ჩვენ ქვეყანაზე ვილაპარაკობთ. ხო, გასაკვირი არის ყო რომ წელსაც ამ კორონა უბედურების გამო არც ამ ზაფხულმა გაგვანებიურა ძალიან დასვენებით. ხო, ეს ზაფხულიც ვერ იყო გამორჩეული, ვერც ვერავინ ქვეყნიდან თავისუფლად ვერ გავედით, ასე როგორც გვჩვევია ხოლმე ზაფხულობით, რომ წავალთ ევროპულ ჟრიამულებში. ასევე შიდა დასვენებაშიც შეზღუდული ვიყავით. ნუ აი ადამიანები დაღლილი ქალაქებიდან გავრბოდით, რომ აი ამ კორონასგან დაღლილებს, აი ამ სტრესისგან დათრგუნლებს დაგვესვენა. გავრბოდით ამ ხმაურისგან, გავრბოდით ამ მანქანებისგან, ამ საცობებისგან, მოკლედ კორონასგან და გავრბოდით, მივდიოდით საზაფხულოთ, როგორც გვაქვს ხოლმე ბათუმში. გავრბოდით და იქ ხდებოდა კიდევ უფრო მეტი ხმაური, კიდევ უფრო მეტი მანქანა, მეტი საცობი და კორონა ყველგან საერთოდ. აი ესე მოგვიწია წელს რა, სამწუხაროდ ესეთი ამბავი მოგვიწია რა და წელსაც ბათუმი როგორი იყო, იცით სასასვენებლად. ბათუმი ხო ესეთია ხოლმე რაღაცნაირად გამოირჩეოდა წელს. აი ხო ძალიან ცნობილი ფაქტია რომ ბათუმში მაგალითად როდესაც ბულვარიდან პლაჟს რაც უფრო უახლოვდები ფასები მით უფრო მატულობს, ხო ეს ხო ცნობილი ამბავია რა. ფასები პლაჟთან ახლოს მიდიხარ, ფასი იწევს რა ეს ამას. და წელს როგორ იყო ხო იცი? ფასებთან ერთად პლაჟთან მიახლოების დროს კორონას გადადების რისკიც იმატებდა რა. ანუ ყველაფერი აი ესეთი მზარდი იყო, რომ ჩადიოდი, ყველაფერი აი ესე პირდაპირ იმატებდა, ხმაურიც იმატებდა, კორონაც იმატებდა, მოკლედ. თა რა დღეში ვართ? დასვენებასთან უკვე მარტო ბათუმი რო ასოცირდება. ხო, მარტო ბათუმი. სხვა აღარაფერი. აი სვენე კი ბათუმში. სად იყავი ბათუმში? არა, რატომ ეს სხვა განვიყავი ამაზე მოგვიანებით? ბიჭაო, ერთი რამე უნდა გითხრათ, რომ მე მთელი ბავშვობა არ მითამაშია ჯეირანი იმდენ ხანს, რამდენსაც კორონას დროს თამაშობ. ეხლა. ხო, იმიტომ რომ ნუ გინდა არ გინდა ჯეირანს თამაშობ. აი ამით დავიტან ჯემოდე. მთელი ქალაქი აი ესეა. ვერ გადავწყვეტეთ, ხელი ჩამორტყო მუშტი და ხელი ჩამორტყო მუშტი და ყველა ესეა. ხო, ცოტა ესენი გვაქვს ხოლმე. და ბარემ ბოლომდე ჯეირანი დავარ. მაგაზე მე აი მომისნი კორონაზე რომ ამბობთ ზეგან ბათუმში ხან ნუ მოკლედ ავირიეთ რა მეგობრებო. მოდი პირდაპირ ვაღიაროთ რომ ავირიეთ. ზოგი ავიცერით, ზოგი არ ვიცრებით. ზოგს კორონას იგვჯერა, ზოგს დღემდე არიან ისეთები რომ კიდე არ ჯერათ რომ არსებობს. ადამიანები გახსოვთ ისინი რომ იყვნენ რო არ ჯეროდათ საერთოდ კორონას. ხო, რო არსებობდა რაღაც ეს შეთქმულება და რაღაცას გვიჩალიჩებენ და რაღაც. აღარ არიან დაიჯერეს მაგათ. რას ლაპარაკ? დაიჯერეს როგორც იქნა ფაქტის წინაშე არიან დაიჯერეს და კორონა არსებობს. მაგრამ ფეხებზე კიდიათ. ისე არიან როგორც არ ჯეროდათ მაშინ. არაფერი არ შეგვიძლია ბათუმში მოვიდა მაგრამ არ დაიჯერეს. ხო და ბათუმში მოვიდა მაგრამ აი ზუსტად ბულვარს რო უახლოვდები და იქ პატარა მაღაზიები რო არის რა ძალიან პატარა მაღაზიები თვითონ ბულვარზე ლუდი სიგარეტი და ესეთი რაღაცები რო იქ შევარდი რაღაც უცებ რო რაღაცის ყიდვა მინდოდა და ინსტინქტურად პირბადი სახელზე გაკეთება დამავიწყდა და რო შევედი და აღმოვაჩინე უცებ რო ეს პირბადი არ მიკეთია რა ამ მაღაზიის გამყიდვასთან უკაცრავად მეთქი პირბადის გაკეთება დამავიწყდა ხო და იმ წამს ახლა ამ ხელა მაღაზიაა სულ ხო აი ამ ხელა არის რაღაცა პატარა გამოვედი უცებ გარეთ გავიკეთე ეს პირბადი და შევდივარ არ გინდა არაო პირბადე მეძახი არ გინდა არა პირბადე შემოდიო რა შემოდი 2 მეტრიანი დისტანცია დაიკავე დამცინა 1 კვადრატული მეტრი იყო სულ მაღაზია 2 მეტრი საერთოდ არ იყო სიგრძე ხო და დამოკიდებულება რეალურად ეგეთი ქონდა მთელი ზაფხული ადამიანებს იმიტომ იყო რომ როგორც ესე იგი როგორ რეკორდებს ხსნიდით მოკლედ სამწუხაროდ. მე იცი რა არის ხა მე კიდე ერთი თემა მაწუხებს და სამწუხაროდ ამას მთელი პანდემიის განმავლობაში არავინ არ შეხებია და მე ამ ძალიან გული მწყდება იმიტომ რომ იცი რა არის ამ პირბადებმა მოიტანეს ერთი ძალიან რთული რამე რა რომ აი ხა წარმოიდგინე ბოტოქსი გაკეთებული ადამიანების ზე მწყდება გული მე იმიტომ რომ ბოტოქსი საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნებაა ბოტოქსი სად კეთდება ტუჩები ხო ბოტოქსი კეთდება ტუჩები არა სხვა ადგილებზეც მაგრამ ამ შემთხვევაში ტუჩებზია საუბარი რადგან პანდემია და პირბადეს რა ადგილს დაარტყა პირბადე მე აი ეგ დაარტყა პირდაპირი გაგებით პირბადემ ტუჩებს შესაბამისად ეხა რა არის იცი რომ პლასტიკური ბიზნესი ადამიანი კეთებს ბოტოქს და თქვა იხდის დაახლოებით რა ვიცი პირობითად $20,000 $10,000 და მერე უნდა გაიკეთოს პირბადე ლარნახევრიანი ხო და აი როგორ უნდა მიხვდე ან როგორ უნდა დატკბე შენ ხო ბოტოქს იმიტომ იკეთებ რომ გინდა ყველამ დაინახოს პირბადესო ჩამოგაკერავენ მერე რა მოღამია მაგას გეუბნე ბიზნეს დაარტყეს ხო ბიზნეს და მე საერთოდ ეხა ბიზნეს იდეასავით მინდა შემოგთავაზოთ ეგ დაახლოებით რას მაგონებს იცი აი როგორც iPhone-ს რო იყიდიდი ბოლო მოდელისას და ისეთ кейსში რო ჩასვავდი თან არ გინდა რომ გაგიტყდეს თან გინდა кейსში ჩასვა მაგრამ
кейსში რო ჩასვავ, აღარ იწვევა რომ ბოლო მოდელის არის. აი დაახლოებით იგივე თემაა და მე მინდა საშინელება იკეთებ ბოტოქს და მე გიკეთია 20 თეთრიანი პირბადი. მოკლედ ესეთი ამბავია რა, გითხარით რომ ადამიანები გავდიოდით თბილისიდან და ყველა მივიდიოდით სადღაც დაგვესვენა, ხო, რაღაცნაირად თავი დაგვიღწია ამ ქალაქის ხმაურისგან, სიცხისგან და რაღაცა გავედით, ყველა წავედით, ზოგი მთაში წავიდა, ზოგი ზღვაზე წავიდა და გავიფანტეთ. და ამასობაში ყველაზე ჭკვიანებმა დაამოღამეს, რომ თბილისი დაცარიალა და თბილისში და მოკლედ იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც მშვენივრად გაატარეს დრო და დაისვენეს თბილისში. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული დამსვენებელი თბილისში, თუ შეიძლება ვიდეო ვნახოთ ამ ბატონის განუმეორებელი ვიდეო, როგორ დაისვენა მან ცხელ თბილისში. აუ, ბატონი გადაირია. მანქანას ატყავს ეკენებული. პატრული რატო არ ეკარება ისი? ეს ანიშნავი ადამიანია. ხო ბანაოდაზე პატრული რომ მოდგა ლოცვაში გააправა რა ვითომ ლოცვას. ო, ანუ აი სინამდვილეში ვეღარ ხებიან ალისი. პატრული ძალიან დაბნეული იყო. არა, პატრული რა მაგარი კაცია, ნახე რა ქნა რა. თავისუფლებაზე ყავს თავისი 06 მარკის ავტომობილი. ერთი-ორი წრე საპატიო წრე დაარტყა იქ. მე აი ეს უკანასვლით საკაიფოდ აყენებული რო ყავს იქ პირსახოცი აქვს გადაკიდებული და მშვენივრად ყვინთაობს რა ისი გელეშაპის ის მომენტები არ მაქვს. კორონას თემას უნდა დაუბრუნდე, აი რო ვერიაზრებენ რა არის კორონა. კი იციან რა ხდება, მაგრამ ხო, დიდად რო არა, ეგეთები არიან, რამდენიც გინდა იმდენია. ეგეთი რო აი კორონა მაგალითად ეს წეგან ხოთქვი შენ. იყვნენ ადამიანები, რომელსაც არ ჯეროდათ, ხო იძახდნენ რომ არ არსებობს. კორონა არა ისა ჯერა მაქვს სისულელის. ნენელა მერე ყველამ დაიჯერა, ხო, ეგეთი ამბავი იყო და ეხლა არიან კიდე ადამიანები, რომლებსაც დაიჯერეს რომ კორონა არის. მაგრამ აი დიდად რო არის, მასე 1000 რამეა, კაცო. ეგრე იმდენი რამეა, მაგრამ ყველა აი მე მოგიყვებით მაგრამ სამზაფხულის ამბავია ეგეც რა. ერთ-ერთ ძალიან კარგ ლამაზ ჩვენიერ სოფელში ვარ, მეგობართან ასული და შემხდა მისი მიხაური მეგობარი რა, სოფლენი მეგობარი და მივესალმე როგორ ახარ რაღაც და მუშტი მომარტყა რა, როგორ ახარ, მე ესე მუშტი მივარტყი და მეთქი ყოჩაღ ძმაო, ესე არ ჯობია მეთქი რომ ერთმანეთს შეგვიძლია ცოტა იქამდე ყველა გეხუტებოდა რა, ეხლა წარმოიდგინეთ, დანარჩენები სხვების უმეტესობა არ ერიდებიან, ეხლა ყველამ ვიცით რომ ბევრი ადამიანი საერთოდ არერიდება რა, აქვს, არ აქვს დიდად ამაზე არ ნერვიულობს რა და ეს ადამიანი გამიკვირდა რომ გამორჩეულად ამ მთელ სოფელში ყველასგან გამოკვეთილად მუშტი მომარტყა და მომესალმეს და მეთქი ესე ხო შეიძლება მეთქი ძმაო რა პრობლემა ცოტა ხან შეგვიძლია ერთმანეთი არ გადავკოცნოთ არ ჩავეხუტოთ და მუშტითაც მივესალმოთ ნიკა რას ამბობ როგორ არ გადაკოცნი და ჩაგეხუტებოდიო ძმაო მაგრამ კორონა მაგ და მაინც რა ვიცი ცოტა გერიდები რა რა გვაქვს მეთქი მუშტი რომ ხო მუშტი ხო მომარტყა აი ესე პირდაპირ მე ნახე და როგორ გადამკოცო მაგას გაკადრებდიო არა ბიჭო კორონა მაქვს და მაინც რა ვიცი მოგერიდე რა და თუ არის შლებითო დღეს აგერ ბიჭები ჩავდივართ ეხლა კაკლებში აი ცივი არ აქვს დასალევად ჩავდივარ რა კორონა გაქვს ან კოცნი მეთქი და ასე მეცაცუნები მარტო ხო რა მუშტი იმიტომ მოგარტყიო სახში რატო არ გამოდიხარ გავგიშდით მაო სახში ორ დღეზე მეტი ვერ გავძელი აი ეგეთი ამბავი ეგეთი ზომარეობა თქვენ არ ვიცი გინდათ ხუმრობად ჩათვალეთ ეს გინდათ სისულელე ჩათვალეთ მაგრამ ნამდვილი გვარი რასაც გეუბნებით ნამდვილი დაიღალა კაცი კორონას აბა რა უნდა ქნას ეხა ვერ გავიგი დაიღალა ეთია თვითონ ამ კორონას რეგულაციების გამო შენ ხო რაღაც ამბავი გააძრე ბატონი ამირანის როგორ არ გავაზე აი მე მინდა რომ ვიდეო გაჩვენოთ ეხა უბრალოდ გამოსავლები ხო არის მოსაძებო მთელი პრობლემები ეს ყველაფერი ასე ჩამოთვალეთ იმის გამო არა ზოგი იცრება ზოგი არ იცრება არ არის ყველაფერი წესრიგში და კაცმა თქვა მოდი კი ბატონო ესეთი ფოტო მოდი ცოტა ხანი თავი შევიკავოთ ღამის კლუბებში სიარულისგან მეც წამოვალო ჩვენ ერთად ვიგულავებ კი პლუს 1 გააქვს ბატონ ამირან უკვე ჩემგან აგერ კაცმა თქვა რომ ცოტა ხანი თავი შეიკავეთო ძმაო მე წავედით ერთად დავდგეთ რეივზე ძმებო და ერთად რა მაგარი იქნება ბატონ ამირანთან ერთად გულაობა ოღონდ ავიცრათ და ისე წავიდეთ ამირანთან ერთად გულაობა აი წარმოიდგინე ისე არა ძალიან კაია მე მარტო მივესალმები ამას რომ აი წარმოიდგინე მორჩა კორონა ყველაფერი კარგად ყველა ზეიმობთ იმას რომ დავამარცხეთ ეს ვირუსი ეს პანდემია ბატონი ამირანიც მის მიერ ნათქვამ სიტყვას ასრულებს და რა ვიცი კლუბების გახსნაზე პირველი არის თავისი მაკრატით ლენტების გასაჭრელად და აი დარკრუმში რო შავი პირბადით დგას ჩვენთან ერთად და ოფსანა აი ოღონდ ამსა ვაქცინირებული არა ხო მაგრამ მანდ ერთი რამე გაითვალისწინო ნიკა იმიტომ რომ მე ბატონ ამირანს მინდა ერთი რამე უთხრა რომ სხვათა შორის ეხა იცი რა არის ბატონ ამირან კლუბებში ჩვენი
ჩვენი ვაქცინები გვაქვს იქ. რო იცოდეთ უბრალოდ კლუბში რო შემოხოთ ყველანი ვართ დაცული. დიდი ხნის აცრილები ვართ უკვე. გადაცრილები ვართ. პანდემია იყო, მანამდეც ჰქონდა ჩვენ აცრილები. უბრალოდ იმ აცრებს ცოტა სხვა სახე აქვს. ფხნილის სახე აქვს, ასე ვთქვათ. და ვაქცინირებაც ეგ ყოველ შევთავაზო. რა თქმა უნდა, ფხნილის ანუ ყველა აიცრება. იქაც სხვადასხვა არიან ვაქცინირებული ერთგზის და ორგზის ვაქცინირებული. ანუ ერთი ცხვირით ვაქცინირებული და ორი ცხვირით ვაქცინირებული. გასაყნოსი ვაქცინა ძალიან დამატებებიც მოსულა ვაქცინის დილისკენ და მოკლედ ბევრი ამბები არის, თუმცა ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ თუ თქვენ აი ლატარია გავათამაშოთ და იცი რა არის აი ფულები არ უნდა ეგ რა თუ ახალგაზრდებზე გასვლა გინდათ უბრალოდ ისე გააკეთეთ რომ კლუბში მოიფიქრეთ რამე ხა ფარმაცევტიკა ძალიან წინ არის წასული და უბრალოდ ხნილის სახე რომ ისეთ ყველა აიცრება კლუბში და მეცაც გიტყვით ძალიან მაგარ ხასიათზე იქ გასაყნოსი ვაქცინა აი ესე მე მაინც ის წარმომიდგენია ცოტა ალღო ხონა აუღოთ 21 საუკუნე ამხელა დამღლელი პანდემიის შემდეგ რომ აი ამ ორთქლ სამი მუშკეტერი ზარქრუმში შავი ნიღბით აი გადაკრული და არა მე უფრო მგონია რომ რის ქვეშ ხარ ბატონო ამირან full vaccinated კიდე ეხლა რომ დაუბრუნდეთ ზაფხულის თემას და დასვენებას ხო ეხლა როგორი რაღაცა იცი ჩვენ ნახეთ რომ თუმე თბილისში შესაძლებელი ყოფილაც საკაიფოდ დასვენება პანაობა სურვა მანამდე არ ვნახე შეიძლება არ წავსულიყავი და მე შევერთებოდი ამ ადამიანს რა ისედაც არა ადეკვატური სახელი მაქვს რა მე და პრობლემა და მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე რომ ნუ მე ცოლ-შვილთან ერთად წავალ ბაკურიანში ვიყავი კორონას გაარიდე თავი და ისეც იცი რა არის კორონა კი ცოტა ხნ მინდოდა დასვენება რა აი არაფერი უბრალოდ მინდოდა დასვენება ბაკურიანში პირველად ვიყავი სხვათა შორის ზაფხულში და მეთქი ავალ ეხლა დავისვენებ და ნუ ავედი ბაკურიანში და ეხლა რა ხდებოდა იქ რომ ნუ სასტუმროში ვარ რომელიც კარგად მოწყობილი სასტუმრო იყო თავისი თემები და სპები და სპა რაღაც აუზი ფინური შვედური პლენაჟორის ანტიოქიური ისინი რო საუნები თუ რაღაც დღემდე რო ქვეყნები არ გამიე ესეთი საუნები იყო ხო და ნუ მოკლედ გავარდით და წინ სასტუმროს წინ იყვნენ ერთი 4 ჯიგარი რომელსაც ყავდა ცხენები გამოყვანილი რა და იქ თემა იყო რომ კვადროციკლი ყავდათ და ცხენი ყავდა ნუ მე ცხენზე ავედით ეხლა თან ჩემი მეუღლე და ბავშვი ანიძე ჯერი გამოვიყვანე რომ ეხლა მინდა რომ ბავშვს ვანახო და მეუღლესაც როგორ შემილია ცხენზე ჯირითი გამიგე და თან ცხენზე რო ჯდები ხო ეგრევე მამაკაცური ტიპი ჯდები პლასტიკა კიცვლება მართალია იქ რო ჩადიხარ ხელს რო ჩამოვართმე ვიხვდები რომ შენ ხელს ბევრი ტირამისუ აქვს ნაჭამი და ისას ხაშლა მაგრამ ისე ძლიერად გართმევს რომ ეგრევე ეს ტიპი იჭიტები და იხტიბარს არიტეხ ნუ რა თქმა უნდა და ავდექი მეთქი რაღაც ტეხასელი კოუბოივით ეს აი ეს ავსტრიალდი და თან გადავხედეთ ცოლს რომ მევთხარი და დავჯექი და ნუ აი ეს მე გავაჭენებ და მოვა ბავშვი მიყურეს მამა ცხენზე ჯირითოს მეთქი ეს ჩარჩება რომ გაიზრდება ფსიქიკაში და არჩება მისი მამა ცხენზე როგორ შავი ცხენი ზორო ერქვა ხვდები და აი ესე მიდო რომ ეს ყველაფერი რა ხდება 10 ლარი ღირს აი ესე უნდა წახვიდე ჩანს ადი 50 მეტრს გადიხარ 50 მეტრს მოდიხარ რა და წავედი ამ ცხენთან ერთად მიდივარ ესე და უნაგირი ამი იორღა არ არის იორღა რაღაცებს კითხულობითი დიდონ ვერკვევი რამეცნაირად ცხენებ ჩაკჩაკა ხო არ არის და რაღაც არა ნახდი იორღა დაჭიქი რაღაცა ბიჭო წავედი არ მემორჩილება ცხენი რა ნუ ცხენი საერთოდ ტიპი წავიდა წყალი დალია და თან ეს წყალი არის ესეთი წყალს სვავს და მე ვარ აი ესე და აქედან ვეხოცებ რაღაცებს მეუნები გესმის არ შემარცხინა ხა ზოროია ფიქრობ აჩუ დაუძახმეთ კი ახლა არ გააჭენოს თუნდაც თან მეშინია რომ მე ხო ხდები ცოტა წყობიდან ხო არ გამოვა და რაღაც ქალაქური აზროვნება ჩამოწა ბიჭო აი ესე ვარ გადაწოლილი ლამის გადავარდე გაიგე და ვეუნები ზორო ისე მეთქი ფუ და რაღაცებს კაროჩი ამ ცხენო დალია სუ ფეხებზე დამიკიდა რა მართავ ის მართავდა მე კაროჩი ვითომ არც ვეჯექი ისე და დალია ეს წყალი კაროჩი გამოვიდა იქ მე კიდე ერთი ცხენი გაიშთა მევიდა რაღაცები და იქიდან ნუ ადგა წამოვიდა და ვეუნები რომ მეთქი იყოს რვალარის ნუ იქნება 10 ლარის ოღონ აი 2 ლარზე აღარ წახვიდე დამაბრუნე ოღონ თან რა არის იცი რომ აქედან პატრონს ვერ ვეძახი რომ ჩეპე მაგ და მომაკითხე იმიტომ რომ ის ობრაზი ხო მინდა გამიგე რომ სოლშვილთან ეგეთი ტიპის და ხედარი ხარ აი მე უკაცრავად ცხენი არ მემორჩილება ეს არ მინდა გავაკეთო რა და კაროჩი ეხტიბას არ ვიტეხავ და ზივარ ამ ცხენს ისიც არ მოდის ხო იმიტომ რომ პატისებს ილუა და დროზე ადრე არ დაუმთავროს მთელი ცხოვრება დავწინოდი მერსი სულხანიშვილს ქონდა ერთ-ერთი ვიდეო როცა სუპერმარკეტში ვიღაცას ენა შენ იცი მე ვინ ვარ ამაზე მე რა არა ყველა დაცინოდი მაგას და
უნდა გამოვტყდე რომ ჩემი ბოლო კოზირი ამ ცხენთან იყო. აი ესე ვიდექი და მეუნე მე იცი ვინ ვარ და რაღაცებს მეუნე. ზორო ანეკა ზორო იცი ვინ ვარ? მე იცი ვინ ვარ? არც მაგან გაჩვენა. ცხენზე გამახსენდა ბათუმში ხო არის ეგეთი სასეირნო ცხენები რა რა ეს ცხენებს რო ასეირნებენ ერთ-ერთი კაცი არის წამოგარებული თეთრი რაღაცაერი გაშულებილი ცხენი ყავს ულამაზესი აი დგას და ეს წამოგარებულია და აკეთებს მაყუც ასე ვთქვათ რა მუშაობს რა და ყავს თანაშემწე მევლუდი ხო და გავიხედოთ და გამოიარეს ბიჭმა და გოგომ რუსებმა ეს გოგო არის რაღაცა ფანტასტიკური ზეთუნახავი ხო ის გინდა არ გინდა ხალხს ბავშვებს ალირჩება და ეს ქერათმები და სარაფანი ყველგან ჩახსნილი რაღაც და უილაშად გადავა ეს ნიმაიში მოდი გამოვიცნობ რა მოხდებოდა მაგ დროს შენ ალბათ გაჩერდი და აღარ გააგზავნე არა მარტო მე საერთოდ გაჩერდა რა ეს გამოვიცნო ხო იმას აღარ ვიტყვი ბევრი ადამიანი გაჩერდა უკვე რაღაც იმიტომ რომ სცენა აქვს რაღაცა და აუ შენ არ ნარდა ეს ისა რა ქვია ეს გოგონა შესვეს ამ იმაზე ცხენზე რაღაც ეს ჩამოჯდარია და ეს დავაი ლიონია რა სნიმი რაღაც და ეს უღებს დავაი პატბარო და გვიშე რაღაც და მალაჩინა მამა და ეს ხან თმას აქით გადააგდებს და აი ეს ცხენით ეს დაპუჭვინებს რაღაცა და ეს კაცი გადაკეცილი ხო ეს თავის ათლარიანი მიცეს რაღაცა და ბიჭო მევლუდი გადი გადაასწარი გადაიყვან ბალაღზე კუდი აწია ეჯმება მაგას აი რომანტიკა ჩაახშო ხო ეგეთი ამბავი გადამხდა. ნუ მოკლედ მეგობრებო, ესეთი ზაფხული გქონდა, ნუ დასვენებაზე გითხარით, რომ ადვილი არ იყო ამ ზაფხულს, ან თუნდაც წინა ზაფხულს დასვენება. ზართული ამბავი იყო ეს კორონადან გამომდინარე, ასე რომ ერთმანეთს მივხედოთ, სხვებსაც მივხედოთ, ვაქცინის არ შეგეშინდეთ, პირიქით, მამაცად მიდით, გაიკეთეთ და ჭამთელად იყავით რა. მაგრამ უყურეთ, ხა ამ ზაფხულს გარდა დასვენებისა დიდი ამბავი გქონდა. ბოლოს და ბოლოს ოლიმპიადა იყო და ჩვენმა ამდენმა სპორტსმენმა გვასახელა და იმის ასე ეთერით პირველად გვიწევს მიულოცოთ და ყველას მადლობა და მილოცვა, რომ ასეთი წარმატებები გქონდა. მაგრამ გარდა ოლიმპიადისა, გარდა ფეხბურთისა, კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გაიმართა. თუ იცით რაში? ჩემპიონატი სიზარმაცეში. ზარმაცების ჩემპიონატი. აი, თუ შეიძლება ვნახოთ ეს ნიუსი. აი ასე მეგობრებო, მონტენეგროში სიზარმაცის ჩემპიონატი დაიწყო. აიღო სტარტი. 300 евро იყო გრან-პრი. სიზარმაცის ჩემპიონატი დაიწყო, გაიხსნა. აჰა, მეტი რა გვინდა? აი მეტი რა გვინდა? ზაფხული გამმაზეთ, ხვდები? მე როგორც ვიცი, არც ერთი ქართველი ზარმაცი სპორტსმენი იქ არ ყოფილა წარმოდგენილი. დიდი უზარმაზი. რაც ჩემი ეს არის უდიდესი შეცდომა. აი ჩვენ ნახეთ ახლა ფეხბურთელებმა წააგეს კოსოვოსთან, ხო? ნუ მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადეს წარმატებები გქონდა, მე ვფიქრობ, რომ მონტენეგროში გარ უნდა იმართებოდეს მხოლოდ ჩვენი ნაციონალური სპორტი უნდა გახდეს სიზარმაცის ჩემპიონატი. ჩაიდოს ფული ბავშვთა სიზარმაცეში. რას ლაპარაკობ? ჩვენ ვიქნებით ლიდერი ქვეყანა. აუ რა კაი. რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ უკვე ჩევებს ვატარებთ, მე მსოფლიო ჩემპიონატს. ზედმეტი ოლიმპიური მედალი ვის დაუშლიდა, ვერ გაგვი. მე უკვე წარმოდგენილიც მაქვს, მაგალითად ეს ჩემპიონატი როგორი იქნებოდა ახლა. აი ვიფიქროთ, აბა რანაირი იქნებოდა ჩემპიონატი. ბიჭო, რა, ძალიან მაგარი იქნებოდა, წამოდი სხვადასხვა ქვეყნიდან ზარმაცები ჩამოვიდოდნენ. ყველა ქვეყნის ზარმაცი დააგვიანდებოდა, ბუნებრივია. რა ზარმაცის აბა ეხლა მაგის გარეშე. ჩვენ იმ სამეზობლოდან ყოველ შემთხვევაში კომენტატორი ვინ იქნებოდა? კომენტატორი, რა თქმა უნდა, ვინ იქნებოდა ქართული ზარმაცების ჩემპიონატის კომენტატორი? ბატონი დავით აკუბარდი. თქმა უნდა, დავით გამოწვეული. აი მეგობრებო, სტარტი აიღო სიზარმაცის მსოფლიო ჩემპიონატმა, რომელსაც საქართველოს და წარმომიდგენია ფინალში, რომ ზარმაცებს გულშემატკივრობს დავითი, ბატონი დავითი რა. აი საფინალო შეხვედრა და აი ჩვენი სპორტსმენი, ჩვენი ფალავანი შესანიშნავ ფორმაშია, ის უკვე 8 საათია ის ეწევს, რომ არ განძრეულა. ოჩახ ჩემო კარგო და სიტუაცია რო იძაბება, წარმოიდგინე რა. ამ დროს ჩვენი სპორტსმენი ამ სიზარმაცეს ვეღარ და გაინძრა, თქვა ხელი გაანძრია. რა გააკეთე, ჩემო კარგო? აი რა გააკეთე? ამ ხელა წარმატება წყალში ჩახ. ეხლა განძრევა და გვერდის შეცვლა იქნებოდა. ალბათ გუზმა ჩაუფრინა. გვერდის შეცვლა იქნებოდა, ჩემო კარგო. არა, ძალიან საინტერესოა. მე მგონი ბატონი დავითის საყვანილი ზარმაცების ჩემპიონატი საქართველოში რომ ჩატარდეს და საქართველოშივე ავირჩიოთ, რა ვიცი, ყველაფერი როგორც არის. არა, ჩვენ გამარჯვებულებით ცალსახად ძალიან ხშირად გვეყოლება, ვიქნებით ლიდერი ქვეყანა, მერე იტყვიან ხოლმე ჯორჯია, ლეიზი, ჯორჯ კიდევ. რა თქმა უნდა და თან კიდე ერთი რამე მინდა მე უკვე წარმოვიდგინე, როგორ ყავს ჩვენ ოლიმპიური
ზარმაცი ჩემპიონი და მე რა თქმა უნდა ეს ოლიმპიური ზარმაცი ჩემპიონი მომავალში გახდება პარლამენტარი, სადაც ამაყად გააგრძელებს იმით დაკავებას, რითიც მთელი პარლამენტი ეხლა არის დაკავებული სიზარმაცით. რაო ხელი კაცი. მოდი მეგობრებო, ეხლა ასე ვთქვათ, პირველი ნაწილი დასრულებული. ხო, მოდი რახან დასვენება იყო და დასვენებაზე ვსაუბრობდით. დღეს არ დავრეკოთ. არ დავასვენოთ. და კი, კარგი, დღეს დავასვენოთ. შემდეგიდან დავრეკავთ. კი ბატონო, ყურადღებით და კიდე ერთი მეგობრებო, მე მინდა რომ უბრალოდ ჩვენმა მაყურებელმა არასდროულად არ გაგვიგოს, იმიტომ რომ რაც ჩვენ დავიწყეთ, ყველა გადაცემას უყურებდი მე და ყველა ერთმანეთს ეუნებოდა როგორ ენატრებოდათ ერთმანეთს. ჩვენ არც ერთხელ ეს არ გვითხოვს. ჩვენ ეს ვიგულისხმობთ. ხო და მოდით უთხრათ ჩვენ მაყურებელებს, ვიყოთ ყველაზე ორიგინალურები და ვთქვათ რომ ჩვენ ერთმანეთი საერთოდ არ ვენატრებოდა. მაგრამ მოგვიწია შეკრება. ტელეფონიდან წაშლილები მყავდით, კაცო, რას ამბობთ?